მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქუთაისის მოსახლეობას კვლავ გაუჩნდა იმედი, რომ ის პრობლემები, რაც ქუთაისს უკვე წლები აწუხებს, ნაწილობრივ მაინც იქნება აღმოფხრილი. ყველაზე მთავარ პრობლემად კი კვლავ ქალაქის უფუნქციობა და უმუშევრობა რჩება. უფუნქციობა არის მთავარი პრობლემა. უფუნქციობაა და როცა ფუნქცია შეიძენს, სამუშაო ადგილებიც გაჩნდება და ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება. მთავარი მესიჯი არის მაჟორიტარებთან სამუშაო ადგილები. უმუშევრობა. თუ იმეს ავირჩევთ, კაის უნდა მიხედავს ქუთაისს და ინფრასტრუქტურას და ხალხს. ქართული ოცნების ქუთაისის 52 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის დიმიტრი მხეიძე კი ამბობს, რომ ის აუცილებლად გაითვალისწინებს ყველა იმ პრობლემას, რაც ქუთაისის მოსახლეობას აწუხებს. მისი თქმით, სულ მალე ქუთაისი კვლავ დაიბრუნეს ფუნქციას და გახდება საუნივერსიტეტო ქალაქი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიზრუნებ ქალაქზე, ქალაქის მოსახლეობაზე და ეს არის აუცილებელი. მე არ ვამბობ იმას, რომ აკლია ჩვენ ქალაქს ზრუნველობა. ქუთაისს ენიჭება ძალიან დიდი ფუნქცია, აი მაგალითად ქუთაისში შენდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის 52 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თემო სამციშვილი კი თვლის, რომ ქუთაისის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა. ვიცით, რომ ჩვენ მთავარ პრობლემად ქვეყანაში დასაქმება იქნება და ვთვლით, რომ სწორედ ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე კარგი საშუალება არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ მოხდება, თუ ჩვენ არ დავიწყებთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები, ქუთაისის 47 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი ხაზარაძე კი ამბობს, რომ მთავარ პრობლემად მაინც ეკონომიკის დაბალი დონე რჩება. პრიორიტეტი ყველა ვარიანტი არის ეკონომიკა და დასაქმება, რომ ის რაც პრობლემები არის, ყველაფერი საბოლოო ჯამში თავს მაინც ერთად იძიებს, ეს არის ადამიანების უმუშევრობა, დაუსაქმებლობა. ეკონომიკის დაბალი დონე. მაჟორიტარობის რომელ კანდიდატებს გამოუცხადებს ნდობას ქუთაისის მოსახლეობა, ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, ხოლო რამდენად შესრულდება დანაპირები, ამას დრო გვიჩვენებს.